თეაახლედიანმა ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან წარჩინებულ სტუდენტს დიმიტრი გულიას სახელობის სახელმწიფო სტიპენდია და შესაბამისი სერტიფიკატი გადასცა. 2025-26 სასწავლო წელს დიმიტრი გულიას სახელობის სტიპენდიანტი გახდა გიორგი გამისონია, რომელმაც ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის გალის რაიონის სოფელ საბერიოს საშუალო სკოლა დაამთავრა და ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარების შედეგად სტუდენტი გახდა. სახელობითი სტიპენდია 600 ლარის ოდენობით მას ყოველთვიურად 4 სასწავლო წლის განმავლობაში გადაეცემა. დიმიტრი გულიასა და კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სტიპენდიები 2018 წლიდან სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით და განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით დაარსდა და განკუთვნილია ოკუპირებული ტერიტორიებიდან იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგებს აჩვენებენ. შერიგების და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში ჩვენი ძალისხმევა პრიორიტეტულად მიმართულია საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების გაფართოებაზე. აღსანიშნავია, რომ ჩვენ გვყავს ისეთი გამორჩეული ახალგაზრდები, რომლებიც მათთვის შექმნილი ამ საშეღავათო პროგრამების და უნივერსიტეტში გამოცდების გარეშე ჩაბარების შესაძლებლობის მიუხედავად ადგილზე დამოუკიდებლად ახერხებენ მოემზადონ და ეროვნული გამოცდებით გახდნენ სტუდენტები. ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდებისათვის ხსნილია უმაღლესი სასწავლებლები გამოცდების გარეშე, მაგრამ არიან ახალგაზრდები, რომლებიც გადაწყვეტეს, რომ ჩააბარონ თავისით, მოემზადნენ კარგად, მადლობა მათ ოჯახებს, მადლობა მათ მასწავლებლებს და მათ შორის გამორჩეულები ჯილდოვდებიან და კარგია, რომ შერიგების სახელმწიფო მინისტრის აპარატმა დააწესა შესანიშნავი პრემია, სტიპენდია, საკმაოდ ისეთი ყუათიანი. ხარისხიანი უმაღლეს განათლებას ხელმისაწვდომობა, როგორც სახელმწიფოსთვის, ისე განათლების და მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს გაცხადებული პრიორიტეტია. მოგეხსენებათ, ეს ინიციატივაც ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ სწორედ ამას ემსახურება და დიმიტრი გულიას და კოსტა ხეთაგუროვის სტიპენდიაც და მისი დაარსებაც, რომელიც 2018 წლიდან ფუნქციონირებს, არის სწორედ ამისკენ მიმართული, რომ მაქსიმალურად გაიზარდოს ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა. დღეს გაიმართა დიმიტრი გულიას სახელობის სტიპენდიის დაჯილდოების ცერემონიალი, რომელიც ნამდვილად მნიშვნელოვანი პროექტია, პირდაპირ უკავშირდება იმ ახალგაზრდების ინტეგრაციას და საომავლოდ ჩართულობას იმ დობის პროცესში, რომელიც გულისხმობს ჩვენი აფხაზი ძმების და დების დაბრუნების პროცესს და მე მიხარია, რომ ესეთი ლამაზი ღონისძიება გამოვიდა.